ვარ ნიკოლოზ ველიაძე 12 წლის. ვსწავლობ ბუკნარის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და რაგბი. ამ ორიდან უფრო მიყვარს რაგბის თამაში. ჩემი ძმა დადიოდა რაგბიზე და მასწავლა ცოტა და მომეწონა ძალიან. უკვე რამდენიმე დღეა ვთამაშობ რაგბის გუნდში. შინაურულად გრძნობ თავს და უცებ შევეწყე გუნდს. ჩემთვის კომფორტულია დაცვაში თამაში. რაგბში ჩემი საუკეთესო თვისება მგონია ბოჭვა. გამოსასწორებელი მაქვს ისწრაფე და ფიზიკური მონაცემები. რაგბს უფრო ხშირად ვთამაშობ და ფეხბურთს უფრო ხშირად ვადევნებ თავს. ხშირად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად და ფეხბურთი ჩემი სპორტია. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშობდი 7 ნომრით. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ძალიან კარგი კლასელები მყავს, ბუნება, ძალიან კარგი სკოლა, ლამაზი, მოწესრიგებული და ამიტომ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია საბადო ლიცე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ლიზი დიასამიძე. ყველაზე მშვიდია ანასტასია ცინარიძე. ყველაზე ცელქია სანდრო ბარამიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და სიმპათიური. შეყვარებული ამყავს, იმიტომ რომ ჯერ ჩემი მოსაწონი გოგო არ შემოხედრია. მე გოგო მომეწონოს უნდა იყოს პუტკუნა, მაღალი, ჭკვიანი და სპორტი რომ უყვარდეს ეგეთი. სავსე მიყვანი იქნება 24 წლის. შვილებს დავარქმევ გაბრიელს, ლუკას და მარის. ჩემ ცოლს დავარქმევ ლონდას. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. ზოგადად ყველა მასწავლებელი მიყვარს, რადგან ჩვენს სამომავლობაზე ზრუნავენ და მომავალზე ზრუნავენ. ესე ჩემი საყვარელი მასწავლებელია ინდირა მჟავანაძე. მასწავლებს ინგლისურს და ის არის ლამაზი, თბილი, საყვარელი და ბავშვების მოყვარული. ინგლისურის გარდა კიდე მინდა ვიცოდე ესპანური ენა. ჩემი აზრით ბუკნარის სკოლა იმიტომ სხვა სკოლებზე უკეთესი, რადგან აქ ყველა ახლოსა, ერთმანეთს იცნობს. ეს სკოლა არის ბუკნარის ერთი დიდი ოჯახი. ახლა მინდა ვიყოთ 18 წლის, იმიტომ რომ მეყოლება ჩემი საკუთარი მანქანა და შემეძება ტარება. ეს მანქანა იქნება შავი მერსედესი. სახლში ვცხოვრობთ მე, მამიკო და დედიკო. ჩემი ძმა ახლა წასულია საზღვარგარეთ. ის არის 22 წლის და ქვია ჯეკო. ჯეკო არის ხიარული, მშრომელი და ჩვენ ძალიან უყვარვართ. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, შრომელი, უშიშარი და მსუქანი. ჩემსავით მსუქანი. არა წინა სიყვარულით ვეუბნებიან. დედიკო არის ლამაზი, ბავშვების მოყვარული, ზრუნველი, თბილი და არის ძალიან კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე გემრიელად გააკეთებს სოუსს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდეს სტომატოლოგი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყო სპაიდერმენი. იმიტომ გადავფიქრე, რომ ადამიანი, მე ეს მეგონა სამსახური. მაგრამ თურმე სამსახური არ ყოფილა და ვერ იქნები სპაიდერმენი. მთელი ბავშვობა ვიცხოვრეთ ტყუილში. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნი არის სალამურას თავგადასავალი. დადოსნული ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, ჩემ ოჯახს შეუსრულებს სურვილებს, რაც მათ მოუნდებათ, იმას უყიდი ან გავუკეთებ. პირადად ჩემთვის ვიყიდი მაგშაურმის ფირმას. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია კრისტიანო რონალდო. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად გართობა და ჩემი ოჯახის კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.